საღამო მშვიდობისა ტელეკომპანია ბორჯომის პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო პროგრამა დღის ქრონიკა. ახალ ამბებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე ნინო ვართაპეტიანი გაგაცნობთ. სურსათის ეტიკეტირებაზე ახალი შეზღუდვები 1 აგვისტოდან ამოქმედდება. შეზღუდვის მიხედვით კანონით აიკრძალება რძის შემცვლელ პროდუქტებზე ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა რძისებრი და რძისმაგვარი. ბიზნესის ოპერატორი, რომელიც აღნიშნულ წესს დაარღვევს, დაჯარიმდება. სურსათის რეალიზაცია კი აიკრძალება. 1 აგვისტოდან რძის პროდუქტების ეტიკეტზე ახალი შეზღუდვა წესდება. მკაცრად მოხდება ეტიკეტზე გამოყენებული იმ ტერმინების კონტროლი, რომელიც არა რძის ნაწარმს, არამედ რძის შემცვლელ პროდუქტს წარმოადგენს. 2016 წლის 1 აგვისტომდე რძის შემცვლელი პროდუქტების ეტიკეტზე შემდეგი ტერმინების რძისებრი და რძის მსგავსის გამოყენება დასაშვებია. რაც შეეხება 1 აგვისტოს შემდგომ მსგავსი ტერმინების გამოყენება იმ პროდუქციაზე, რომელიც რძის ნაწარმს არ წარმოადგენს, კანონით იკრძალება. კანონით დაწესებული მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში ბიზნეს ოპერატორი ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდება, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიკრძალება. შევიდა რეგისტრაციის სათანადო რეგლამენტი, იგი პროცედურაშება ერთ დღეობაში ანუ 2016 წელს ბიზნეს ოპერატორებს შეეძლოთ გამოეყენებინათ მიმგავსებული დასახელება, რითაც არის მაგალითად ხარჯოსებრი არაფის მსგავსი არაფისებრი და ასე შემდეგ, რომ 2016 წლის აგვისტოდან იკრძალება ესეთი ტერმინების გამოყენება, მსგავსებრი დასახელების გამოყენება, აღნიშნული ბიზნეს ოპერატორებმა ადგილობრივი მოსახლეობა სიახლეს მიესალმება. მათი განცხადებით აუცილებელია მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს იმ პროდუქტის წარმომავლობა, რომელსაც იძენს. არ არის რძის ნაწარმი და რატომ უნდა იყოს რძის ნაწარმი მითითებული ძეს? ის იყოს რისგანაც არის დამზადებული პროდუქტი. მომხმარებელი უნდა იყოს აბსოლუტურად ინფორმირებული, რა შეიცავს პროდუქცია, რა ხარისხის არის, რა რაოდენობით ქიმია, ცილა არის მოგეხსენება დღეს ნუტრიციოლოგიაც როგორი მნიშვნელობა აქვს და ხო და აუცილებელი რომ ეწეროს ის რისის შემცველიც არის და მე მომხმარებელი თვითონ გადაწყვეტავს იყიდოს, შეიძინოს თუ არ შეიძინოს ეს პროდუქცია. მნიშვნელოვანია პროდუქციაზე ეწეროს, საიდან არის წარმომავლობა, რომ კლიენტს ადვილად გასაგები იყოს, რისგან არის ნაწარმოები, საიდან არის და კონკრეტულად რომელი პროდუქცია. კარგია, თუ იყიდი ნორმალურს ყველაფერს და ბუნებრივს მაგას აგებია. უნდა იყოს მითითებული, რას შეიცავს, როცა ყიდულობს მომხმარებელი და უნდა იცოდეს, რას იძენს. რამდენად ქმედითი აღმოჩნდება რძის ნაწარმის ეტიკეტირების ახალი წესი. ტელეკომპანია ბორჯომის საკითხს შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ დაუბრუნდება. როგორ მოვიპოვოთ საჯარო და ღია ინფორმაცია მარტივად და როგორ გამოვსახოთ მონაცემები ვიზუალურად. ამ თემაზე დღეს ტელეკომპანია ბორჯომში ტრენინგი ჩატარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებთან და ოპერატორებთან მთელი დღის განმავლობაში იმუშავეს. ტრენინგის მეორე ნაწილი ხვალ გაგრძელდება და წინა საარჩევნო თემების გაშუქებას დაეთმობა. შეხვედრა აირექს საქართველოს მხარდაჭერით ემთაგის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 10% მეტი წესი და უნდა იყოს. მიგვაჩნია, რომ ეს ტრენინგი შესაძლოა დაეხმაროს ადგილობრივ ტელევიზიას უფრო ოპერატიულად გააშუქოს მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური მოვლენები და მოსახლეობას ვიზუალიზაციის ხერხების დახმარებით უფრო ეფექტურად მიაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ. ზაფხულის ცხელ დღეებთან ერთად ქვეწარმავლების მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევების რისკი იზრდება. წელს გამოძახებების რაოდენობამ 700-ს უკვე გადააჭარბა. პრობლემა თბილისთან ერთად აქტუალურია საქართველოს რეგიონებშიც. რამდენად მოცულია საქართველოს რეგიონები და ხელმისაწვდომია თუ არა გველის ნაკბენის საწინააღმდეგო ვაქცინა მოქალაქეებისათვის. ამ და სხვა საკითხების გარკვევას რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის გადამღები ჯგუფი შეეცადა. ჩვენ ახლა თბილისის ცენტრში, ასათიანის ქუჩაზე ერთ-ერთი მიტოვებული მშენებლობის ტერიტორიაზე ვიმყოფებით. მსგავსი ადგილები იდეალურია მღრღნელების გასამრავლებლად, რაც ქვეწარმავლებისთვისაც იდეალურ პირობებს ქმნის. პრობლემა რომ აქტუალურია, ამაზე მეტყოლებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც წელს გამოძახებების რაოდენობა 700-ს გადააჭარბა. ბოლო 2 თვის განმავლობაში სააგენტოში შემოვიდა 700-ზე მეტი შეტყობინება ქვეწარმავლებთან დაკავშირებით, რომელზეც სააგენტომ განახორციელა შესაბამისი რეაგირება.
პრობლემა აქტუალურია საქართველოს რეგიონებშიც. ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაკმენის შემთხვევა გურჯაანშიც დაფიქსირდა. თენგიზ ამირეჯიბს გველმა საკუთარ ავტომანქანაში უკბინა. ეს შემედო ხელი დაბლა. ამ სიჩქარეებზე მქონდა ხელი წავლებული და ამაში ვიგრძენო რაღაცა ესე გამომკრა ბილი რა. და ეხლა ხო ვიცოდი რომ გველი იყო რა. რამდენად მოცულია საქართველოს რეგიონები და ხელმისაწვდომია თუ არა გველის ნაკმენის საწინააღმდეგო ვაქცინა მოქალაქეებისთვის. ამ საკითხზე ჩვენ გადამდები დაავადებების დეპარტამენტის უფროს ხათუნა ხაზაშვილს ვესაუბრეთ. გველის ნაკმენის შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია დროულად მიმართონ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებას. ყველა დიდ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში დაწესებულებები გააჩნიათ უნარით გაუწიონ სპეციალიზირებული დახმარება ამგვარი სახის დაზარალებულებს. წლების მანძილზე საქართველოში გველის მიერ ადამიანთა დაზარალება შეადგენს მხოლოდ რამდენიმე ათეულს. შესაბამისად ხდება ანტიდოტის რაოდენობის განსაზღვრა ქვეყნის მასშტაბით და შემდგომ გადანაწილება მისი ისე რომ ხელმისაწვდომი იყოს გეოგრაფიულად. საქართველოში გავრცელებულ გველის სახეობებს შორის შხამიანი მხოლოდ რამდენიმე მათგანია. კმენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი გიურზასა და გველგესლას შემთხვევებში ფიქსირდება. გიურზები საქართველოში არიან გავრცელებული გველები და გვხვდებიან აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისში არ გვხვდებიან, აქედან გამომდინარე, თბილისში როცა გაცდებიან აღმოსავლეთით, უკვე შეიძლება შეგვხვდეს რუსთავის ტერიტორიაზე, იქ შეიძლება შეგვხვდეს დაფიქსირდეს გიურზა. გიურზა არის საკმაოდ დიდი ზომის გველი, მასიური გველი, იზრდება საკმაოდ დიდი, 2 მეტრამდე შეუძლია მიაღწიოს. აქვს ესეთი ნაცრისფერი შეფერილობა, ტანზე აქვს ნახატები და ძალიან მარტივია ამ გველის ცნობა, იმიტომ რომ თავი აქვს ძალიან გამოყოფილი კისრისგან და აქვს ისრის ან გულის ფორმა. თავს აქედან გამომდინარე ძალიან მარტივია ამ გველის ცნობა. შხამი საკმაოდ საშიშია. კმენის შემთხვევაში ხალხმა ცხოვრება უნდა მიმართოს სასწრაფოს აუცილებლად. კიდე ერთი გველი, რომელიც გავრცელებულია საქართველოში, გველგესლა, ეს არის ცხვირქოსანი გველგესლა, ძალიან მარტივია ამის ცნობა, ასევე ცხვირზე აქვს პატარა ხასავით. თბილისის მასშტაბით ძალიან ბევრი გველხოკერა, ეს არის უფეხებო ხვლიკი, რომელიც გველი არ არის და ბევრს ეშლება რომ არის გველი. არიან ანკარები, არიან ცურავები, საკმაოდ ბევრი დიდი რაოდენობა, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის შხამიანი, აბსოლუტურად უსაფრთხოები არიან და ყოფილი შემთხვევაში დავუშვათ პეკინზე უნახიათ გიურზა, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევა, ეს არ არის გავრცელების არეალი. ქვეწარმავლების მომრავლებისთვის და ქალაქის ტერიტორიაზე დაბუდებისთვის მთავარი პირობა მათი საკვების ანუ მღრღნელების არსებობაა, რომელიც სწორედ იქ ჩნდება, სადაც ანტისანიტარია და შენობების ნანგრევებია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ამ პრობლემების მოგვარების შემთხვევაში ქვეწარმავლების არსებობის შესაძლებლობა 70%-ით დაიკლებს. ზესუმზირები, მზის მცველები, მააძინგა, ეს იმ რაზმების სახელებია, რომლებიც მზეთამზეში ერთკვირიან ბანაკში განთავსდნენ. რაზმებში სხვადასხვა ასაკის ბიჭები და გოგონები არიან გაერთიანებული. რა დავალება მიიღეს მათ და როგორ უმკლავდებიან გამოწვევებს? ნახეთ ქეთი აბრამაშვილისა და მიხეილ გუკასიანის სიუჟეტში. მზეთამზეში უკვე რამდენიმე დღეა ესაურზაურია. მზიანი სახლის ბანაკს 35 მონაწილე ჰყავს. ისინი სამ რაზმად არიან დაყოფილები. მზესუმზირები, მზის მცველები და მააძინგა ცდილობენ, რომ მოცემული დავალება პირნათლად შეასრულონ. სანამ ჩამოვიდოდნენ, არ იცოდნენ რომელ ჯგუფში იქნებოდნენ, ამიტომ ჩვენ დავამზადეთ ლურჯი გემები, ყვითელი პატარა მზეები და მწვანე ფოთლები. და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს ბავშვები რო შევიდნენ თავის ოთახებში, დახვდათ საწოლებზე პატარა გრაგნილები. და იმ გრაგნილებზე ეწერათ გამოყევი ამ და ამ ნიშნებს, შენ ხარ ყვითელი, შენ ხარ მწვანე, შენ ხარ ლურჯი. გამოყევი აი ამ ნიშნებს და ეს ნიშნები მიგიყვანს აი იმ რაღაც საოცარ ადგილას. და ეძებდნენ, იმიტომ რომ აი ყველგან ეხლაც ნახავთ იქ არის მიმობნეული, იყო მინიშნებები, ლურჯი გემები, მწვანე ფოთლები, ყვითელი მზეები და გაყვნენ და მივიდნენ თავის რაზმის ადგილებამდე და შესაბამისად ერთმანეთიც აღმოაჩინეს, რაზმის წევრებიც აღმოაჩინეს და ლიდერებიც აღმოაჩინეს. თითოეულ რაზმს ორი ლიდერი ყავს. ლიდერები სპეციალურად ამ ბანაკისთვის ტრენერებმა გადაამზადეს. გამოვაცხადეთ ვაკანსია საზაფხულო ბანაკების ლიდერებზე. გამოგვეხმაურა ძალიან ბევრი ადამიანი, დაახლოებით 200-მდე CV და სამოტივაციო მივიღეთ. გადავარჩიეთ ადამიანები, ძალიან ბევრი იყო გამოუცდელი, თუმცა ვთქვით, რომ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს აქვს გამოცდილება თუ არა. მნიშვნელოვანი არის მისი მოტივაცია, უნდა თუ არა მუშაობა ამ სფეროში, აინტერესებს თუ არა ბავშვებთან მუშაობა და უნდა თუ არა შეიტანოს წვლილი ბავშვების განვითარებაში.
ლიდერები და ტრენერები თითოეულ დღეზე გაწერილი პროგრამის მიხედვით მუშაობენ. ახალგაზრდები ყოველ დღე სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ და საყვარელი გმირების განსახიერებას ცდილობენ. ჯერ იდეებს ვყრით, ვაყალიბებთ, ვის რა იდეა აქვს. ნაწილდებით ამ იდეების მიხედვით მე ბავშვები სრულიად თავიანთი ფანტაზიით ახორციელებენ ამას და მე რა თქმა უნდა ახლა უნდა მივეხმარო რაღაცეებთან. დღევანდელი ჩვენი თემატიკა არის კარნავალი ბრაზილიაში. მატერიალებისგან აკეთებენ ბავშვები თავიანთ მოფიქრებულ პერსონაჟების კოსტუმებს და საღამოს გვექნება ღონისძიება, სადაც ესენი წარდგებიან და გვაჩვენებენ თუ აი ამ გაცხარებულ პროცესში რას აკეთებენ, რას საქმიანობენ. თან ვისი კოსტიუმი გაცვია? მე პოკაჰონტას ერთ-ერთი გმირი არის. და რითი გააკეთა ეს კოსტიუმი? მე რაღაც პარკებისგან გავაკეთე. უბრალოდ მოვიფიქრე, არ ვიცოდი საერთოდ როგორი უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ვიცოდი მინდოდა გაზეთების კაბა და დავიწყე კეთება და აი მე მოდიოდა უკვე ნანელა იდეები და მე ესეთი გამოვიდა ბოლოს. მე თვითონ მოვიფიქრე ეს კოსტიუმი. მე თვითონ გავაკეთე და მე თვითონ მოვიფიქრე. ეს კოსტიუმი იყო ძველმანი. ძველმანი და არ ქონდა ეს რუშები. და ბრაზილიურად გადაკეთდა. ზიანის სახლი ახალგაზრდებთან 2003 წლიდან მუშაობს. წელს ბანაკი ახალგაზრდებისთვის პირველად განახორციელეს. ბანაკი კომერციულია, თუმცა ტრენერები იმედოვნებენ, რომ მალე სახელმწიფო დაფინანსებას მოიპოვებენ და ბანაკში მონაწილეობა ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლება. ჩვენი ამ ზიანის სახლის ბანაკების ვთქვათ კოზირი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვადგენთ პროგრამას, რომელიც არის ასაკობრივ საჭიროებებზე მორგებული და არის მნიშვნელოვანი ბავშვების განვითარებისთვის. მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, რომ ჩვენთვის, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა დავასვენოთ. და რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა არსებობდეს. დღეს მეც რამდენიმე საათით ვიყავი ზიანის სახლის ბანაკის მონაწილე და ბავშვებთან ერთად დრო ძალიან საინტერესოდ გავატარე. ყველა ბავშვს უსურვებდი, რომ მოხდეს მსგავს ბანაკში, იმიტომ რომ აქ არა მხოლოდ ისწავლიან და გაერთობიან, არამედ შეიძენენ ძალიან ბევრ მეგობარს და ერთად დროს ძალიან საინტერესოდ გაატარებენ. ახლა ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. გაიგეთ როგორი ამინდი გველის ხვალ და მომდევნო დღეებში. ხვალ 13 ივლისს ბორჯომში მზეა მოსალოდნელი, მინიმალური ტემპერატურა 17, მაქსიმალური კი 28 გრადუსი დაფიქსირდება. დილიდან მზე იქნება 10 საათზე 23 გრადუსი დაფიქსირდება. 27 გრადუსამდე გათბება ჰაერი 13 საათზე. 16 საათზე 28 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. 26 გრადუსია ნავარაუდევი 19 საათზე. 22 გრადუსამდე დაიკლებს ტემპერატურა 22 საათზე. თბილი ამინდები იქნება მომდევნო დღეებში. მზე იქნება 14 ივლისს, სითბო 30 გრადუსი დაფიქსირდება. 32 გრადუსამდე გათბება ჰაერი 15 ივლისს. 33 გრადუსია მოსალოდნელი 16 ივლისს. 33 გრადუსი იქნება 17 ივლისსაც. 18 ივლისს კვლავ 33 გრადუსი დაფიქსირდება. ასეთი იყო 12 ივლისის დღის ქრონიკა. ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებ გვერდსა და Facebook-ის გვერდზე. გმადლობთ ყურადღებისთვის. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.